საქართველოს საზღვარგარეთ 19 ახალი ელჩი ეყოლება 15 კანდიდატის გვარები პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უკვე გადაგზავნილია. მედიისთვის ცნობილი ხდება რამდენიმე მათგანის ვინაობა, მათ შორის დიდი ბრიტანეთი თედო ჯაფარიძე, იტალია კახა სიხარულიძე, ჩეხეთი ზაალ გოქსაძე, უკრაინა მიხეილ უკლება. 4 კანდიდატურის გარშემო კი ჯერისევ კონსულტაციები მიმდინარეობს. მიხეილ სააკაშვილის ხელმოწერის შემდეგ კანდიდატები პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს. დიდ ბრიტანეთში თედო ჯაფარიძე, გერმანიაში ლადო ჭანტურია, საფრანგეთში ეკა სირაძე, უკრაინაში მიხეილ უკლება, ჩეხეთში ზაზა გოქსაძე, ჩინეთში დავით აფციაური. მომავალი ელჩების ვინაობას ესტონეთში ვიზიტით მყოფი საგარეო საქმეთა მინისტრი ადასტურებს. მაია ფანჯიკიძე მათი შერჩევის მთავარ კრიტერიუმად პროფესიონალიზმს ასახელებს. ესენი არიან ის კანდიდატები, რომელიც ჩვენ წარმოვადგინეთ ამ ქვეყნებში ელჩებად. ამას ჭირდება ჯერ პროცედურა, მოგეხსენებათ პარლამენტი უნდა გაიაროს ყველა კანდიდატმა და შემდეგ პრეზიდენტის მიერ უნდა დაინიშნონ ისინი. ჩვენ შევარჩიეთ ყველა კანდიდატი მისი პროფესიონალიზმიდან გამომდინარე. დღის ბოლოს საგარეო უწყებამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ პრეზიდენტს ელჩობის 15 კანდიდატის სია უკვე გადაუგზავნა. მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი კონკრეტულ გვარებს არ ასახელებს. ამბობს, რომ სამინისტრო კიდევ 4 კანდიდატის შერჩევაზე მუშაობს. საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკვე გადააგზავნა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ელჩების სია, სულ გადაგზავნილი არის 15 კაციანი სია, ჯერჯერობით პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან არ გვაქვს გამოხმაურება, თუ რომელ კანდიდატურას მოეწერა ხელი. ჩეხეთში საქართველოს ელჩობის კანდიდატი ზაზა გოქსაძე საგარეო უწყებაში 1990 წლიდან მუშაობს. იტალიაში ყოფილი ელჩი იმ პრიორიტეტებზე საუბრობს, რაც ქვეყნის ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციისთვის უნდა გაკეთდეს. მისი თქმით, სწორედ ეს იქნება მთავარი მიმართულება, რაზეც ელჩად დამტკიცების შემთხვევაში იმუშავებს. დასავლეთის პრიორიტეტი ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან თანამშრომლობა, აქტიური თანამშრომლობა, შემდგომ მათში ინტეგრაცია. აი ამ მიმართულებით ყველაფერი უნდა გაკეთდეს. საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების ექსპერტი და ბალტიისპირეთის ქვეყნებში ყოფილი დიპლომატი დავით აფციაური კი ჩინეთთან ურთიერთობის მნიშვნელობაზე საუბრობს. აფციაური ერთ-ერთია, რომლის ჩინეთის ელჩის კანდიდატურაზე წარდგენა მაია ფანჯიკიძემ დაადასტურა. ფიქრობ, მიუხედავად იმისა, რომ მასშტაბები აბსოლუტურად განსხვავებულია, ჩვენ შეიძლება ძალიან ბევრი საერთო გქონდეს თვითონ ეკონომიკური განვითარების თქვათ შინაარსის, მიმართულებების, პრინციპების განვითარების თვალსაზრისით. ნაციონალურ მოძრაობაში კი დიპლომატიური კორპუსის ცვლილებას პარტიული ინტერესით ხსნიან. საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი წარდგენილი კანდიდატების ნაწილს პოლიტიკურ წარსულს ახსენებს. ამ ადამიანების დიდ ნაწილს მე ვიცნობ საგარეო საქმეთა სამინისტროდან, ეს ადამიანები მათი დიდი ნაწილი იყვნენ ელჩები, ასე ვთქვათ, წინა ხელისუფლების, ანუ შევარდნაძის ხელისუფლების პირობებში. მე მესმის პარტიული ინტერესი, რომ პოლიტიკურ ძალას, ახალ ხელისუფლებას აქვს პარტიული ინტერესი, რომ საკუთარი პარტიული ერთგულების ნიშნით დააკომპლექტოს დიპლომატიური კორპუსი, მაგრამ ისევე მეორებ, ის რაც კარგი არის პარტიულად, შეიძლება ცუდი იყოს სახელმწიფოებრივად. ოფიციალური ინფორმაციით ელჩები 19 ქვეყანაში იცვლებიან, ნაწილს როტაციის ვადა ეწურება, ნაწილმა კი განცხადება თავად დაწერა. პრეზიდენტის მიერ სიის ხელმოწერის შემთხვევაში დოკუმენტი პარლამენტს გადაეგზავნება, რის შემდეგაც საკანონმდებლო ორგანომ დოკუმენტი 1 კვირის ვადაში უნდა დაამტკიცოს.